დიდი მადლობა მოლოცვისათვის. ულოცავ ყველას დავითობას. დავითია 10 წლის იუბილეს. მთელ საქართველოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და ჩვენ სამშობლოში დაბადებულ ყველა დავითს. გილოცავთ დავითობის დღესასწაულს, წმინდა დავით აღმაშენებელი გეწეოდეთ, წყალობდეთ და გვხარავდეთ, მისი მადლი არ მოკლებოდეთ, უფალო მოგცეთ ნათელი გონება, წრფელი გული და უფლისის გევლოთ, უფლისნაირებით დაგეცვათ. ასევე განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენი დღესასწაული, დავითიანის 10 წლის თავის იუბილე. მერთმა მოგცეთ საშუალება და იმისი უნარი რომ კარგი ბევრი საქმე გააკეთებინოთ და თქვენის თამადობით და წინამძღოლობით სულ საქართველოში ყველა დავითს მიულოცავ დღევანდელ დღესასწაულს. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა დავითს და სულიად საქართველოს დავითობა. ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის და მინდა რომ დავითიანს მიულოცო 10 წლის იუბილე. გისურვებ წარმატებას და ბედნიერებას. დიდი მადლობა სათუქრისთვის, გაიხარეთ და მე მინდა ყველას მიულოცო საქართველოში ყველა დავითობა. იხარონ, მიგრონო, გაიხარონ და ჯანმრთელობას უსურვებ ყველას. გილოცავთ დავითობის დღესასწაულს, მინდა ყველა დავითს, ყველა პროფესიის დავითს მიულოცო დავითობის დღესასწაული, ბედნიერება, წარმატება და წინსვლა უსურვო პირად ცხოვრებაში. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა დავითიანს გადმოცემულ საჩუქრისთვის. მე მინდა შევწოთ ვისარგებლო წმინდა ჩვენი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ყველა მოსახელეს, ყველა დავითს მიულოცო დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ჩვენი წმინდა მეფის და ასევე სრულიად საქართველოს. მერთმა მისი მეუხებით, მისი ლოცვით მერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა გაამტლიანოს, გააძლიეროს და ყველა დავითს უსურვებს სიკეთეს, დიდხანს სიცოცხლეს და დღეგრძელობას. დაიხარეთ და მერთმა დალოცო. უღრმესი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. დიდი მადლობა დავითიანს მოლოცვისათვის, ასევე ყველა დავითს და სრულიად საქართველოს გილოცავ დავითობის ბრწყინვალე დღესასწაულს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა დავითიანს ამ ულამაზეს საჩუქრისთვის. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში თუ საიდან მოდის ეს საჩუქარი და რა თქმა უნდა თვითონ ის საჩუქარიც როგორი სიყვარულით არის ნაკეთები ეთყობა კიდეც. და დიდი მადლობა თქვენ აი ამ სიხარულისთვის, აი ამ ყუთისთვის, რომელიც თქვენ მომიტანეთ, ამ ყუთში ჩაიდება ჩემი ახალი ხელნაწერები, რომელიც კრებულით გამოვა მაისში და აუცილებლად ზუსტად როცა მივიტან რედაქციაში, აი ამ ყუთით მივიტან აი ამ ლექსებს, ასე უღრმესი მადლობა. უპირველესად ძალიან დიდი მადლობა ასეთი საჩუქრის გამო. ძალიან გამახარა ამ საჩუქარმა და მინდა მივუწო დავითობა არა მარტო დავითებს, არა მარტო ადამიანს რომელსაც ესახელი, ამ ყველას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი ის სახელსაც უკავშირდება ეს სახელი, არის ყველაზე დიდი ქართველი, ყველაზე დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ყველაზე დიდი ლიდერი, ვინც შექმნა ისეთი საქართველოს, რომელიც მანამდეც არ არსებობდა, მეც ვერ დავიმეორებ სამწუხაროდ. ყველას უსურვებ, რომ რადგან შესაძლებელი იყო ერთხელ კიდევ ქონდეს ასეთი წარმატებული ქვეყანა და სახელმწიფო და ყველამ ამაში მივიღოთ მონაწილე, იმიტომ რომ ეხლა სხვა დროა და ვიღაცაზე დამოკიდებული ვერ ვიქნები. ყველა ჩვენთაგანზე ვარ დამოკიდებული, თუ გინდა კარგი ქვეყანა. თუ გინდა ვიცხოვროთ კარგ სახელმწიფოში. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავ და დიდი მადლობა.